ჩას ძალიან საინტერესო ხარდაჭერა იქნება კესელოს. დაიწყო რევაზ როგავა და დაიწყო დელტა. გრანტი პირველი ორი ფულა. კი ბატონო, დელტას გააგრძელებს. მორიგი შეტევა არ ჩავარდა. აბა სწრაფ შეტევაში თუ იხეირებს დელტა, როგავა შევიდა და კარგათაც გაისარჯა. ორი ქულა გუნდის კაპიტანმა მოუტანა. ურთით ულიავა მის წინააღმდეგ კიდევ პასის მცდელობა ჰქონდა ლუკას, მაგრამ მიიღო ჩაჭრა და სწრაფი შეტევა. როგავა ორი ქულის ავტორი 23-18 ერთადერთი გულდასაწყვეტი ისაა, რომ სანაკრებო შეხვედრებში და ფანჯრებში მსოფლიო საკვალიფიკაციოზე ვერ დაგვეხმარებიან ოკეანის გაღმელები. აი ევროპელებთან კი ცოტა უკეთესი პერსპექტივებია, მაგრამ ნახოთ. აკი როგავას ზედიზედ მეორე ორი ქულა მარში შესვლის შემდეგ მიქელაძის მიერ და 28-20 გახდა უკვე ისე 8 ქულამდე აიწია პირადესობა თეთრმაისურიანი კალათბურთელების. როგავა არდა ერთ ქულამდე უნდა შემცირებული კი იყო. აქ კარგია წულეისკირი. 9 ქულით არის წინ კავკასია. გავა თავად შევიდა. კარგი იყო. აიძულა მიქელაძე დაჯარიმებული იყო, პლუს ერთი ყოწნა. 14 ქულა კვლავ. ჟვენტი ბურთით. როგავა სულეისკირი იყო ბლოკზე, მაგრამ სხვა გაგრძელება მონახა და აქ კარგი იყო. პაკლილი 9 ქულით არის და გრანტს აქვს 5 ქულა 5 მოხსნა. ჟვენტი გამოტანა პერიმეტრზე, დეგ როგავა ისევ ჟვენტი შავად შეუტევს, არა სასროლია უკვე. ბრავო როგავა. კარგი იყო როგავა. ასევე დადიანს. არ ჩავარდა ეს ბურთი დასანანად. კასი ზიაშვილი და უფარა წულეისკირმა და კარგი პირველი პასი. ეს მაინც უნდა ჩააგდოს ამ კაცმა და ჩააგდო კიდევაც. ესეც რო არ ჩაიგდო. გულიანი ჩააგდო. 61-59 როგავა ბურთით. შემდეგ ჟვენტი სევროგავა ძალიან შორიდან. ჩააგდო რევაზ როგავა. ბრავო. 21-50